ბატონიკა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? თავდაპირველად გითხრათ როგორ და ნუ პირველ რიგში ჩვენ რითი გამომიშვეს აღმოაჩინეს დაკავებიდან 1 საათში კითხვაზე რომ ვიყავით თუ არა პარლამენტის წევრი და პასუხი რომ დიახ ნუ თუ არ იცით რომ ვარ და აი დაუყოვნებლივ მოხსნეს ხელბორგილები და გამოვედი გავაჩერე ტაქსი და მოვედი აქ სადაც ახლა ვარ მაგრამ ეს არ არის თავარი ხახნო დღეს ის არ არის ახლა შევისის დაკავებაში შეეძლოს დაკავება არ შეეძლოს ეს ადამიანები არიან ყველაფერზე წამსვლელები ბიზნე ივანიშვილის რეჟიმი არის ყველაფერზე წამსვლელი დილიდან ხორციელდება დანაშაულებრივი ქმედება ქმედებაზე დანაშაულებრივი ნაბიჯი იდგმება ქართული ოცნების პოლიტიკური ხელმძღვანელების მხრიდან დავინახეთ როგორ გაიტაცეს არავინ არ დაუკახა ჩემი დაკავება იყო გამოსულა ქალბატონი არ ვიცი ის ქართული ოცნების დეპუტატი ჩემი კოლეგა და უსაუბრია რომ თითქოს ეს იყო განრიდება ბატონი მელიასი როგორც აი რუსთაველის თეატრში როდესაც გარდაიცვალა ამაგდარი მსახიობი და გამოასვენებენ ხოლმე იქია ხელში ამიყვანა 30 კაცმა და მანქანაში ჩამტენა წარმოიდგინეთ ხო უბრალოდ ამას თუ განრიდება ქვია უარესთვის ხალხი არის პატიმრობაში უკანონოდ არა მხოლოდ დღეიდან არა წლების განმავლობაშიც მათ შორის სტრასბურგის გადაწყვეტილებები არსებობს და სხვადასხვა პატიმარი გამართლებულია მაგრამ იმიტომ რომ ბიზნე ივანიშვილს ასე უნდა ის ადამიანი იქ არის ეს ადამიანი იქ არიან ამიტომ დღეს დავინახეთ ხალხი გატაცებული რომელთა ნაწილს დღესაც ვერ პოულობთ აი ამ წუთის გამარჯვებით ვერ პოულობთ და ამას თუ ქვია დაკავება კი ბატონო ჩემი შეფასებით ეს არის დარბევა და იყო წმინდა წყლის დარბევა ჯერ თურმე არ ქონია შესაძლებლობა და უფლება შვილმოკლულ მამებს პროტესტის ერთ-ერთ უკიდურეს ფორმისთვის მიემართათ და კარვები დაეცათ რუსთაველის გამზირზე ამაზე აპელირებს ქართული ოცნება ხო 6 თვის განმავლობაში სამართალი რო ვერ იპოვა იმ მამებმა და შვილები რო დაუხოცეს მაგრამ იმისი უფლება აქვს ქართულ ოცნებას და თუმცა კონსტიტუციითაც არის გათვალისწინებული კანონთან სულ შესაბამისობაში არის მოსული მტკიცებულებები გაანადგურო მკვლელები რომლებიც არიან იდენტიფიცირებულნი და გამოვლენილნი არ დასაჯო ხაზი მინდა გაუსვა რა ვითარებაში არიან ბატონი მაჩალიკაშვილი და ბატონი სარალიძე ხახნო თელმა ქვეყანამ იცის ვინ არის მკვლელი ვინ არიან მკვლელები ყველამ ვიცით უკვე ვინ არიან ფარველები ამ მკვლელების და ნაცვლად იმისა რომ მკვლელებს აკავებდნენ კი ბატონო რამდენს დაგვაკავებდნენ რამდენს დაგვიჭერენ ეს ხომ იკითხება უკვე ბავშვის ხდება ვინც დაიწყო შეგნებული ცხოვრება ხო დამთავრდება საზოგადოების გამარჯვებით და დამთავრდება შვილმოკლული მამების გამარჯვებით და რა თქმა უნდა ყველა ის დანაშაული რომელმაც დღეს და დღეების წინ და თვეების და წლების წინ ჩაიდინა არაერთი დანაშაული პასუხს აგებენ ხახნო ბატონიკა, საზოგადოებამ ანუ პირდაპირ ეთერში იხილა თქვენი დაკავების კადრები. თუ განგიმარტეს რის მე როგორ უნდა თქვა, ჩემ დაკავებაზე როგორ უნდა ვისაუბრო, გაბატონო ნათია, როდესაც შვილმოკლული მამები თვეების განმავლობაში სამართალს ეძებენ და ვერ პოულობენ. როგორ მე ჩამტენეს მანქანაში და მე დამადეს ხერბოკილები და ადამიანები დღესაც ჩვენი ინფორმაციით 33 ადამიანამდეა დაკავებული. ოჯახის წევრები მოვიდნენ და არ იციან მათი ასავალ-დასავალი და არც ბატონ შინაგანსაქმეთა მინისტრის მოადგილეს ამოუკითხეს მათი გვარები. და ამოიკითხა ის ადამიანები, ვინც აქ იდგნენ. აბსოლუტურად ჩამოშლილია ხელისუფლება წარმოდგენა არ აქვს რას აკეთებს ნახეთ რა მობილიზაცია არის იმ საპატრულო პოლიციისა და სხვადასხვა შენაერთებისა შინაგანსაქმეთა სამინისტროს დათქვედებარებაში ყოფი უწყებებთან ხედავებაში ასევე ხაზგასასმელია რომ საპატრულო პოლიციის მნიშვნელოვანი ნაწილი არის გადაცმული სპეცნაზელებს გადააცვეს ფორმა საპატრულო პოლიციის და ვითომ მოქმედებენ როგორც პატრულის თანამშრომლები. ყველაზე ამაშფოთებელი რა იყო, იცით ხახნო? მთელი აქცენტი ჩემი დაკავების შემდეგ გინდ მანქანაში და გინდ მანქანის გარეთ, როდესაც იყო ალყა შემოტყული, იყო ტელეფონი წაერთვათ. ტელეფონი და არსებობს ალბათ ის კაცი, რატომღაც გქონდა აქცენტი და ტელეფონი წაერთვათ ჩემთვის. როდესაც მივხვდი რომ ეს ადამიანები არ არიან სრულ ჭკუაზე, დაინახე ტელეფონი გადმოვაგდე ჟურნალისტებში ჩავაგდე ერთ-ერთ ჟურნალისტმა აიღო, ხო? და დამიბრუნა ეხა 40 წუთის წინ და გადასცა ჩვენი პრესამსახურის ხელმძღვანელს. არ არიან ნორმალურები ხახნო.
ეს ნორმალური ვითარებაა, როდესაც მაჩალიკაშვილი და ბატონი სარალიძე უდებენ ფაქტებს ყველების სახელებით და გვარებით დამნაშავეები, რომელსაც დააფარეს ხელი და აი ამ დარბევებსაც აწყობენ მთელი დღის განმავლობაში და რუსეთის სასამართლოში საერთო წარმოუდგენელი რამე გააკეთეს, ხო? დაარბიეს იქ ბატონი სარალიძე, ყოფილი 51 სკოლის დირექტორი, ბატონი კუპრავა ადამიანი დიახაზა მიმართა ვინ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომელთაც ეთაკილებოდათ ბატონ კუპრავასთან ერთად პროტესტის გამოდგა. ეს ის ადამიანია ბატონი კუპრავა, რომელმაც ეს სისხლის სამართლის საქმე გახსნა. და რომელიც პირველივე დღიდან, 1 დეკემბრიდან ოჯახ სარალიძეებს გვერდში ედგა და გამოდიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. და თურმე მათთვის ისაა მნიშვნელოვანი, რამდენად ასე ვთქვათ, კომიკური გამოსვლა ქონდა ამა თუ იმ აქციაზე. ეს არის თავარი 14 დღე მიუსაჯეს ადამიანს ეხა ადმინისტრაციული წესით პატიმრობა, ხო? ჩვეულებრივი დამნაშავეები არიან, დამნაშაულებრივი სისტემა, ოლიგარქი და ოლიგარქატი უნდა ჩამოინგრეს, ხახნო, ეს არის ყველაფერზე წამსვლელია. ადამიანი, რომელიც თქლებს ამ ფულს, შოულობს იმაზე მეც, ვიდრე თვითონაც კი წარმოედგინა საუკეთესო სიზმარში ხალხის ხარჯზე და პლუს დამნაშავე, ეხლა დააკავეს ადამიანები, ვინც სარალიძესა და ბატონ მაჩალიკაშვილის გვერდში ხარში ედგა დღეების განმავლობაში და ყველები ეხლა შესაძლებელია მე მისმენენ. შესაძლებელია კი არ მისმენენ, აუბრალოდ ყველების მფარველები. ყველა ბატონი გახარია არის ყველაზე მძიმეწონიანი დამნაშავე ამ დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით. ეს ადამიანი აუცილებლად აგებს პასუხს. და რა უნდა გავაკეთოთ ისმის კითხვა. ეს არ არის ხახნო ერთი კონკრეტული აქცია, ორი კონკრეტული აქცია, სამი კონკრეტული აქცია, რომელიც ბოლოს მოუღებს ამ სისტემას. სამოქალაქო პროტესტია და მე მგონი ამას ყველა ვხედავთ უკვე. ეს სამოქალაქო პროტესტი მოედება მთელ საქართველოს. მთელ საქართველოს მოედება მანამ სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს. და ნუ გავთ ჩემო მეგობრებო, ყველას ვეუბნები, მათ შორის ყველა ოპოზიციური პარტიის ხარდაჭერებს, პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ორთაბძოლის დონე მაჩალიკაშვილთან და სარალიძესთან იმ დონეზე, იმ სიმაღლეზე აიყვანა, სადაც ეს ორი შვილმოკლული მამა ვერაფერს ვერ გახდებიან ამათთან ორთაბძოლაში. ჩვენ უნდა ვიდგეთ იქ და მივმართავ, აი გვარები მინდა ჩამოვთვალო, ვინც დამამახსოვრდა ამ დღეების განმავლობაში, ვინც აკეთებდა ჩემის ღრმაწმენით არასწორ განცხადებას. ბატონი ელისაშვილი, რომელსაც თუმე ეთაკილებოდა. ალეკო, გამოდი გენაცვალე და დაადექი. შენ დაგიჭირონ, შენი ბრძოლე, შენ ჩაგარტყან თავში, შენ დაეხმარე, შენ დაუდექი გვერდში. ბატონ უსუფაშვილს მიმართავ. იგივე გააკეთე თქვენ. რას ლაპარაკობთ? ხახო ეს ამის დრო არის, ვინ რომელიც განცდა მათ, რომ რეალურად არიან პოლიტიკურ კონკურენციაში შემოსულები. და რა განცხადებებს აკეთებენ? არ დამთავრდება ეს პროცესი ისე, როგორც ქართულ ოცნებას უნდა.